პოლონური ტელეარხები ახმედ ზაკაევის პირველ კომენტარს ავრცელებენ ინტერვიუ დაკავების დროს არის ჩაწერილი. ამ დროისათვის უკვე დაპატიმრებული ზაკაევი ამბობს, რომ არაფრის ეშინია და პატიმრობას არ ელის. აღნიშნავს, რომ პოლონეთი სამართლებრივი დემოკრატიული სახელმწიფოა. ზაკაევი მხოლოდ იმას ამბობს, რომ რაღაც პრობლემის შესახებ შეიტყო და სურდა თავად გაერკვია ყველაფერი. ახმედ ზაკაევი პოლონურმა პოლიციამ ვარშავაში იმ დროს დააკავა, როდესაც პროკურატურაში მიდიოდა. ის ჩეჩნების მესამე მსოფლიო კონგრესზე დასწრებას აპირებდა. მისი ძებნისა და დაკავების ორდერი პოლონეთის პროკურატურამ ვარშავაში ზაკაევის ჩასვლამდე გასცა. მასზე საერთაშორისო ძებნა ჰქონდა გამოცხადებული რუსეთის მთავრობასაც. ახმედ ზაკაევი ტერორისტულ ორგანიზაციებთან კავშირშია ეჭვმიტანილი, რას ედავება მას პოლონური პოლიცია, ამ დროისთვის უცნობია. ახმედ ზაკაევის დაკავებას პოლონეთის მთავრობა უკვე გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით ოფიციალური ვარშავა რუსეთის დაკვეთების შესრულებას არ აპირებს და ადგილობრივი სასამართლო მხოლოდ პოლონეთის სახელმწიფოებრივი ინტერესებით და სამართლიანობის პრინციპით იხელმძღვანელებს. პრემიერის განმარტებით პოლონეთის კანონმდებლობით უცხოეთის მოქალაქის ექსტრადაციის გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს, თუმცა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მთავრობაც იმოქმედებს. ექსტრადაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება კი იუსტიციის მინისტრმა უნდა მიიღოს. რუსეთის გენერალური პროკურატურა უკვე ამზადებს და პოლონურ ენაზე თარგმნის ახმედ ზაკაევის ექსტრადაციისთვის საჭირო დოკუმენტებს. ზაკაევის გადაცემა რუსეთმა ადრე დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასაც სთხოვა, თუმცა ლონდონი ამ მოთხოვნას არ ასრულებს. ბრიტანეთმა ახმედ ზაკაევს პოლიტიკური თავშესაფარი 2003 წელს მისცა. თავდასხმა კრიმინალურ ავტორიტეტზე ასლან დუსოიანს მეტსახელად დედ ჰასანსა და მისი დაცვის წევრს გუშინ მოსკოვის ცენტრში ტვერის ქუჩაზე ესროლეს. ორივე მათგანი მუცლის არეში დაიჭრა. ოპერაციის შემდეგ მათი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. არსებული ინფორმაციით დუსოიანს დრაგუნოვის ტიპის სნაიპერული შაშხანიდან ესროლეს. სწორედ ამ ტიპის იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს უფრო ადრე კიდევ ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს ვიაჩესლავ ივანკოვს, იგივე იაპონჩიკს. ეს დამთხევა ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ ორივე ფაქტი ერთმანეთს უკავშირდება. ამ დროისათვის სამართალდამცველები რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. მათ შორის ერთ-ერთი უსოიანისა და ტარიელ ონიანის კრიმინალურ კლანებს შორის დაპირისპირებაა, რომელიც ზაქრო კალაშოვის იმპერიის განაწილების გამო დაიწყო. ონიანი კი სწორედ იაპონჩიკას მეტოქე იყო. რუსული წყაროს ცნობით ბოლო პერიოდში უსოიანი დიდ დროს ატარებდა აფხაზეთში. მოსკოვში კი შვილი სანახავად მივიდა. 73 წლის ასლან უსოიანი თბილისში დაიბადა და პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე გავლენიან კრიმინალურ ავტორიტეტად არის მიჩნეული. საქალაქო სასამართლოში ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის კოკა ფრუიცის საქმის მოსმენა დაიწყო. მოსამართლე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და ქრთამის აღების მუხლებით ფრუიცის ბრალი გუშინ წაუყენეს. ეჭვმიტანილი ქრთამის აღების ფაქტს არ აღიარებს, ბრალდების დანარჩენ ნაწილს კი დუმილით პასუხობს. გამოძიება სავარაუდოდ დაპატიმრებას მოითხოვს, დაცვის მხარის პოზიცია კი ჯერ უცნობია. ემ-ფარმა პლუსის დამფუძნებლის ზურაბ ნატროშვილის საქმის განხილვაც დღესვე იგეგმება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი დაკითხვის ვიდეო მასალა უკვე გაავრცელა. ნატროშვილი აღიარებდა, რომ ქრთამის სახით $25,000 ფრუიძეს გადასცეს. ამავე საქმესთან დაკავშირებით იძებნება ფრუიძის კლასელი და მეგობარი კომპანია ემ-ფარმა პლუსის დირექტორი ბესარიონ გოცირიძე, რომელმაც ნატროშვილი ფრუიძესთან დააკავშირა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კოკა ფრუიძეს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მას მიცემული აქვს ბრალდების წარდგენამდე ჩვენება. მოწმის საკითხი დაიკითხა და აღწერა მთელი ის დეტალები და ის ისტორია, თუ რაც დაკავშირებული იყო ამ ვაქცინების ტენდერთან. გოცირიძესთან მისი ნაცნობობა, ესე იგი, ფაქტია ამ შემთხვევაში. თუმცა კონკრეტულად გოცირიძესთან დაკავშირებული რაიმე რაჩვენება აქვს, ესე იგი, მიცემული ბატონ ფრუიძეს, ამაზე ვერც ვერ მოგახსენებთ. იქიდან გამომდინარე, რომ ამასთან დაკავშირებით დეტალურად ბრალდებული სახით ის დაკითხული არ არის. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ კოკა ფრუიძესაც და მის სამზრახო გოცირიძესაც უკვე ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. საქართველოსთან ახალი ომის შემთხვევაში რუსეთის არმია მოწინააღმდეგის განადგურებას იმაზე სწრაფად მოახერხებს, ვიდრე 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის დროს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს განაცხადა. გარწმუნებს, რომ საქართველოს შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად, რომელიც 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, ჩვენ მხოლოდ 5 დღე დაგვჭირდება, შეიძლება უფრო ნაკლებიც. ამ რეგიონში ვითარების შესაძლო სრულებას მუდმივად ვაკვირდებით. ის ძალები და ქვედანაყოფები, რომლებიც ამ ორ სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან, ვითარების ნებისმიერ ცვლილებაზე ადეკვატური რეაგირებისათვის საკმარისია. ხაზგასმით აღნიშნა სერდიუკოვმა.
სასამართლოში ოფიციალური თბილისის წარდგენილ სარჩელს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიტიკურ ჭრილში განიხილავს. ეს შეფასება სერგეი ლავროვმა მოსკოვში უკრაინელ კოლეგა კონსტანტინე გრიშჩენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დააფიქსირა. ლავროვი იმედოვნებს, რომ თუ საერთაშორისო სასამართლოს იურისტები საკითხს მიუკერძოებლად განიხილავენ, თავადაც ამ დასკვამდე მივლენ. მისივე შეფასებით საქართველომ ეს პრობლემა ხელოვნურად შექმნა. საქართველო რუსეთს რასობრივი დისკრიმინაციის ლიკვიდაციის კონვენციის 1990-იანი წლებიდან დარღვევაში ადანაშაულებს და აქამდე თბილისს ამგვარი სარჩელით არც ერთი სასამართლოს არ მიუმართავს. არ გამოსულა ბრალდებით 8 აგვისტოს ღამეს. გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღო, რაც ბატონი სააკაშვილის ავანძიურა ჩავარდა. დასკვნები თავად გააკეთეთ, აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ჰააგაში გაეროს საერთაშორისო სასამართლოს შემაჯამებელი სხდომა კი დღეს გაიმართება მოსმენად 13 სექტემბერს დაიწყო. რუსეთის წინააღმდეგ სარჩელით საქართველოს ხელისუფლებამ სასამართლოს 2008 წლის 12 აგვისტოს მიმართა სარჩელი 1990-იანი წლებიდან დღემდე რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებულ ეთნოწმენდას ეხება. ვენეციის კომისიის დელეგაცია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა. პავლე კუბლაშვილს კომისიის წევრებმა საკუთარი შენიშვნები და რეკომენდაციები გააცნეს, თუმცა როგორც კუბლაშვილმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ქართული მხარე ყველაფერს ვერ გაითვალისწინებს. კონკრეტულ საკითხებში კონსტიტუციის პროექტი უცვლელი დარჩება. მათი წინადადებით თქვა პრეზიდენტს უნდა შეუმცირდეს რაღაც უფლებები ვიგებდეს საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პარლამენტის რიგარეშე ცდომას მოწვევასთან დაკავშირებით ჩვენ ამ მოსაზრებებს ნაწილობრივ ვიზიარებთ მხოლოდ ამიტომ დიდ ნაწილში მათი გაზიარება ვერ მოხერხდება ჩვენ ვფიქრობთ რომ ქვეყანას იმ გამოწვევების პირობებში რაც დღეს საქართველოს უნდა ყავდეს მედით უნარიანი ძლიერი პრეზიდენტი, რომელსაც ექნება მნიშვნელოვანი როლი საგარეო ურთიერთობებში, მნიშვნელოვანი როლი საკადრო საკითხებში, მნიშვნელოვანი როლი თუნდაც საკანონმდებლო ინიციატივების სახით, ამიტომ ამაზე ჩვენ ინფორმაციები გავცნობთ. ვენეციის კომისიის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. დღეს დილით კომისიის წევრები უზენაესის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს დახურულ კარს მიღმა ესაუბრნენ. არც მას პინძლებს და არც მას სტუმრებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. სავარაუდოდ შეხვედრის თემა სასამართლო უწყებაში არსებული ხარბეზები და ის შენიშვნები იყო, რომლებიც კომისიის წევრებმა გუშინ საპარლამენტო ოპოზიციისაგან მოისმინეს. მოსამართლეთა დანიშვნის საკითხის განხილვა კი დელეგაციის ვიზიტის ერთ-ერთი ნაწილია. რამდენიმე თვიანი განხილვის შემდეგ პარლამენტმა ახალი საგადასახადო კოდექსი დაამტკიცა 73 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი. ამ შედეგით განხილვის პროცესი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა გარეშე დასრულდა, თუმცა გადაწყვეტილების მიღებამდე პოლიტიკური დებატები შედგა. ქრისტიან დემოკრატებმა საკუთარი შენიშვნები წარმოადგინეს. საპარლამენტო ოპოზიციის კიდევ ერთმა ნაწილმა ეროვნულ დემოკრატებმა კი უარყოფითი პოზიციის პარალელურად კოდექსის დადებით ნაწილზეც ისაუბრეს. ახალი საგადასახადო კოდექსი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობას აერთიანებს და ფინანსთა მინისტრის თქმით ეს არამხოლოდ სამართლებრივი დოკუმენტების, არამედ გადასახადის გაერთიანებაც არის, რაც მეწარმეებისა და ბიზნესმენებისთვის მნიშვნელოვანი შეღავათია. კანონპროექტის ავტორები და ფინანსთა მინისტრის აცხადებენ, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მედიის ჯანდაცვისა და განათლების სექტორების დაბეგვრასთან დაკავშირებით კანონმდებლობისა და საზოგადოების შენიშვნები გაითვალისწინა. ასეთი პრეცედენტი მე იშვიათად მახსენდება, როდესაც რაიმე კანონთან დაკავშირებით და მით უმეტეს ისეთ მნიშვნელოვან კანონთან დაკავშირებით, როგორც არის საგადასახადო კოდექსი, რო იყოს ყოფილიყო ესეთი განხილვები, ესეთი კონსულტაციები დაინტერესებულ ჯგუფებთან. ის პროექტი, რაც შემოვიდა პარლამენტში თავდაპირველად საგადასახადო კოდექსის სახით და რაც ცვლილებებიც განიცადა, შემიძლია თქვა, რომ დიამეტრიალურად თუ არა, მაინც არის განსხვავება და აშკარად შედეგი გვაქვს ჩვენ სახეზე. შემოთავაზებული ცვლილებები ვიფიქრებს იქიდან, რომ აღნიშნულ საგადასახადო კოდექსს ჩვენ ვუწოდებთ მართლაც არა განვითარების, განახლების, ეკონომიკური ზრდის, არამედ ადმინისტრირების საგადასახადო კოდექსი, რომელიც ალბათ უფრო მეტად უზრუნველყოფს სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ყველა საშუალებას, რომ კიდევ უფრო მეტად მოახდინონ მობილიზება შემოსავლების, გადასახადების, სახსრების სახელმწიფო ბიუჯეტში, მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ აქ არ არის დაცული ბალანსი და სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა აუცილებლად მოხდება მცირე და ზოგადად ბიზნესის და ჩვენი ოჯახების ბიუჯეტების შემცირების ხარჯზე. პარლამენტში შემოსვლის შემდეგ გაიმართა მთელი რიგი საჯარო შეხვედრები ბიზნესმენებთან აღნიშნულ კოდექსთან მიმართებაში, ისევე როგორც ექსპერტებთან, ასევე არაოფიციალური, ასე ვთქვათ, დახურული შეხვედრებით ძალზედ ხშირი იყო ამ მიმართულებით. ჩვენს ხელისუფლებაში მოსვლამდე საქართველოში მოქმედებდა 23 სახეობის გადასახადი, დღეს მოქმედებს 6 სახეობის გადასახადი და მათ შორის ამ გადასახადების განაკვეთების
მკვეთრად შემცირებაც არის დაფიქსირებული. კოდექსში მოაქვს ძალიან ფართო ახალი კონცეფციები, როგორც ელემენტარულად გადამხდელთა უფლებების დაცვა. აქ შემოდის ისეთი ინსტიტუტი, რომ პატიოსანებად გადამხდელის ინსტიტუტი, როდესაც შეიძლება მას სანქციაც კი მოიხსნას. შემოდის პირველი გაფრთხილება სავარაუდო აპარატებზე ნაცვლად ჯარიმისა. მსხვილი ბიზნესისთვის ითვალისწინებს საგზავნო შეღავათებს, მსხვილი და საშუალო ბიზნესისთვის.